გამარჯობა, მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარ და ვუტ საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. 2008 წლის ომის დაწყების წლისთავი, ომის ქრონიკები, ბოლოდევნილი მშვიდობიანობის დროს. დღეს ვუტ საქართველოს გუნდი საქართველოში რუსეთის შემოჭრის ისტორიაზე ისაუბრებს. 18 წელი 2008 წლის ომის დაწყებიდან საქართველოს ომის გმირებს მიაგებს, პატივს და ოკუპაციას იხსენებს. რუსეთის მხრიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე სამზადისმა პიკს სწორედ 2008 წლის 7 აგვისტოს მიაღწია. მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში რბილი ძალით და ეკონომიკური ზეწოლით კრემლმა თბილისში საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია, სიტუაციის ომის გზით გაკონტროლება გადაწყვიტა. თუმცა 5 დღიანი ომი საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენით დასრულდა. ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს 2 რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა. თუმცა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საერთაშორისო სამართლით საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ევროკავშირი, შეერთებული შტატები და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. საქართველოს პარტნიორები მხარდაჭერას დღეს კიდევ ერთხელ გამოხატავენ. რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონში გმობს გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-18 წლის თავზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონულ და ევროპულ სტაბილურობას, აღნიშნულია განცხადებაში. ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას გაიწვიოს ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მოუწოდებენ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს. პოლონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს შეერთებული შტატებით. სელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვაშინგტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივისცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მხარდაჭერას ომის მე-18 წლის თავზე საქართველოს უცხადებს ფინეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, სლოვენია, ლატვია, შვედეთი და უკრაინა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგეს პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ოჯახის წევრებთან ერთად იქ პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ გვირგვინით შეამკეს მემორიალი და საფლავებს პატივი მიაგეს. აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა ოჯახის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ქართული ოცნების წევრები ტრადიციულად მემორიალზე მისვლას 8 აგვისტოს აპირებენ. მუხათგვერდის სასაფლაოდან მოქალაქეები შინდისის გმირთა მემორიალთან წავიდნენ. მათ პატივი მიაგეს აგვისტოს ომის გმირებს და გაიხსენეს მოვლენები, რომლებიც 18 წლის წინ ვითარდებოდა. მასალა, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ვუტ საქართველოს ნიუს სამოქალაქო აქტივისტებმა მიაწოდეს. ტრადიცია არ დაირღვა. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა აგვისტოს ომის გმირების მემორიალები მოინახულეს და რუსეთთან ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. 600 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები ომში დაღუპულთა საფლავებთან მიიტანეს და მათი ხსოვნისთვის ააფრიალეს. თითქოს ომი ჯერ არ დამთავრებულა, რა თქმა უნდა, და ეს ომი გრძელდება ვიდრე იმისთვისაც ეს ბიჭები დაიღუპნენ, ის საქმე ბოლომდე არ გაკეთებულა ჯერ. ვიდრე ჩვენი ქვეყანა დეოკუპაციას არ მიაღწევს და არ დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს, რისთვისაც თავი გასწირეს. არ შეიძლება რომ ჩვენ ეს დღე დავატაროთ გარკვეული საკუთარ თავთან კითხვის გარეშეც. რას ვაკეთებთ ჩვენ ამ გმირების წვლილის საპასუხოდ? მათ თავიანთი სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი გაწირეს და ჩვენ ვაკეთებთ კი ყველაფერს, რომ მათი სისხლით შენარჩუნებული და მათი სისხლით ნაბრძოლი საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ერთიანობა დავიცვათ და ავადგინოთ.
სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ომის გმირებისთვის 7 აგვისტოს პატივის მიგება. კრემლის პროპაგანდის საპირწონედ, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ომის დაწყებას საქართველოს დღემდე აბრალებს, სწორედ 7 აგვისტოა თარიღი, რომელსაც შინდისთან ბრძოლაში მტრის განსაკუთრებული ვერაგობის გამო დაღუპული მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცების ტრაგიკული ისტორია მოყვა. საქართველოს მოსახლეობას უდიდეს უმრავლესობას ძალიან კარგად მოეხსენება ვინ არის მტერი და ვინ არიან გმირები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით შინდისის გმირების მემორიალთან ადგილზე, სადაც აი ამ ადამიანებმა, აი ამ ვაჟკაცებმა აჩვენეს სახელმწიფოებრივი შეგნება, ნამდვილი სახელმწიფოებრივი შეგნება, ქართული გმირული სული და მიუხედავად მცირე რიცხოვნებისა არ დანებდნენ მტერს და ბოლომდე იბრძოლეს საქართველოს მიწის დასაცავად და საქართველოს ინტერესების დასაცავად. 18 წლის თავზე ჩვენ ვიმყოფებით პარადოქსულ მდგომარეობაში, როდესაც ყავს გმირი ქვეყანა, გმირი ხალხი, ამდენი გმირის შობელი ხალხი, ქართველი ხალხი და გვაქვს 20% ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის სახელმწიფოს მიერ და ყავს რუსოფილი ხელისუფლება, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენი სახელმწიფო. აი ეს არის ის პარადოქსი, რომელშიც ვიმყოფებით, ეს არის გადასალახი, ჩვენ ამას აუცილებლად გადავლახავთ, აუცილებლად მოვახდენთ გარღვევას. დღესვე დაგეგმილია დიდი მარში თბილისში ფილარმონიიდან გმირთა მოედნამდე. ცვლილობა 2008 წლის ომის მსხვერპლთა ხსოვნას და რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს მიეძღვნება. მოწოდებები მოლაპარაკებისკენ, ცეცხლის შეწყვეტის დაპირება, პარალელურად კი სულ უფრო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები. 2008 წლის 7 აგვისტოს მოვლენები საათობრივად იცვლებოდა, მაშინ როცა თბილისი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებს ჯერ კიდევ ეძებდა, ვითარება ადგილზე უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებოდა. როგორ გავიდა ბოლო რამდენიმე საათი ომის დაწყებამდე, აგვისტოს ომის ქრონიკა. 7 აგვისტოს როკის გვირაბი გამოიარა რუსეთის 58 არმიის ბოლო კოლონამ და შესაბამის პოზიციებზე განლაგდა. სეპარატისტები განუწყვეტლად ბომბავენ ქართულ სოფლებს, ერეთს, ფრისს, ავნევს, დვანსა და ნულს, ფრონეს ხეობას. გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყავთ დაჭრილები. ამ დროისთვის ქართული მხარე აცხადებს, რომ მას არ აქვს დაგეგმილი კონფლიქტის ზონაში საგანგებო ზომის მიღება და დიალოგისთვის მზად არის. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოდის. რამდენიმე საათის წინ გავეცი ბრძანება, ძალიან მტკივნეული გაბრძანება, როგორც უმაღლესმა თავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა, არც ერთმა ჩვენი კონტროლის ქვეშ ყოფმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნა საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად. მე ეს გავაკეთე სრულიად შეგნებულად, თუმცა მინდა თქვა, რომ სწორედ ამ საათებში, როცა არ გახსნა საპასუხო ცეცხლი, ჩვენ გვაქვს დაღუპულები, ჩვენ გვაქვს მსხვერპლი და მრავალი ადამიანია დაჭრილი, მრავალი მშვიდობიანი ადამიანის სახლია დაზიანებული ან დანგრეული. მაგრამ ეს გავაკეთე შეგნებულად. იმიტომ რომ ქონოდა შესაძლებლობა გამოსულიყავი და მეთქვა თქვენთვის. მე გთავაზობთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მე გთავაზობთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკების. საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა აღკვეთოს. ბაღებში ეგრეთ წოდებულ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. სხდომა დახურულია. 7 აგვისტოს ჩვენ ჩავედით ცხინვალამდე, უკვე იქ აღარაფერი არ არის, სიცარიელია, არც ერთი ძაღლი აღარ დარბოდა. მივედით აი ამ ყულახმეტოვის შტაბში, პოპოვი როგორც უკვე ყველა მიცით არ ჩამოვიდა. მიზეზი ჰქონდა რომ საბურავმა დაუშვა, თემური იყო კავშირზე ამ დროს, ყულახმეტოვს ეუბნებოდა რომ ჩვენ ჯერ მანქანა გავაგზავნოთ, რაზეც ამან უთხრა რომ მანქანაში არ ჩაჯდება რუსი დიპლომატიდან, უთხრათ რომ რაღაც გამოუძახებთ ევაკუატორს, რაღაც თქვენ გაგზავნეთ ტანკი. და ნათელი იყო ახლა რომ ეს კაცი არ მოდის რა, იმიტომ რომ ეგ უკვე იცი როგორი მომენტია, რომ იმდენად ახლო არის ეს ყველაფერი გადაწყვეტასთან, რომ იქ მონაწილეობა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას და აი გურუს რასაც გულისხმობდი, ახლა მაშინ ესეთ დეტალებში ამას ასე არ აღიქვა ბუნებრივია, ხო? ეს არც იცი რომ ეს დღეს მოხდება, ხვალ ეს მოხდება. ყულახმეტოვის საუბარი იყო ძალიან ისეთი დრამატული.
ხა სიტყვასიტყვით ბუნებრივი ამაც ვერ იმეორებ, მაგრამ კულახმეტოვის მხრიდან ისევ ის სტრატეგიული ასე ვთქვათ ხაზი იყო გამეორებული, რომ ჩვენ ამათ ვეღარ ვაკონტროლებთ, რომ ეს არ გეგონოთ რაღაც თარიღებს ამბობდა, რომ არ გეგონოთ 2004, არ გეგონოთ რაღაც ესკალაციები და კულმინაციები, როდესაც ხდებოდა. ეს სიტყვასიტყვით რუსულად ვერ გავიმეორებ, მაგრამ აი ეს ნაგავი, ანუ ნაგავი არალიტერატურული აქ ესე მარტივად არაფერი არ დამთავრდება. იური პოპოვმა და თემურ იაკობაშვილმა ცხინვალში შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმება ვერ შეძლეს. იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში მიემგზავრება, სადაც მარად კულახმეტოვს ხვდება. შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება. კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა იური პოპოვიც. სეპარატისტებმა კონკურენტი განაცხადა შეხვედრაზე მოსვლისათვის. ჩვენ არ ვიცით სად არის და ჩოჩერი არ პასუხობს ტელეფონს, კოლკოვითი საერთოდ არ არის ცხინვალში. 8 აგვისტოს თემურ იაკობაშვილისა და ბორის ჩოჩიევის შეხვედრა იგეგმება. იქამდე რუსული მხარე ერწმუნება, რომ ცხინვალი ცეცხლს შეწყვეტს, თუმცა ეს შეთანხმება იმავე საღამოს ირღვევა. შეტევა დაიწყო სოფელ თამარაშენზე, არის მსხვერპლი. ომიდან 18 წლის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ცხოვრება სულ სხვა წესებს ემორჩილება, იზოლაციას, კონტროლსა და შიშს. თამარ მეარაყიშვილი ბოლო მშვიდობის დროს დევნილია ოკუპირებული რეგიონიდან. ახალგორი ადგილი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, მას ახალი წლის ღამეს 31 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ძალით დაატოვებინეს. მიზეზი ის იყო, რომ საჯაროდ საუბრობდა იმაზე, რაზეც სხვები დუმილს არჩევდნენ. როგორ იცვლებოდა ცხოვრება ოკუპაციის პირობებში და რა ფასის გადახდა უწევთ ადგილობრივებს. თამარ მეარაყიშვილის ისტორია. არ ვიცი, როგორ გავიხსენო. რა ვიცი, მთელი ცხოვრება გავიდა. 18 წელი არ არის ცოტა. მე ვარ თამარა მეარაყიშვილი, 50 წლის. დავიბადე, გავიზარდე, ცხოვრობდი 50 წელი ახალგორში. ცხოვრების ყველა ეტაპი იქ მაქვს გავლილი. სამშობიარო ბაღი, სკოლა, პირველი სამსახური, ოჯახი, ჩემი შვილი. ჩვენგან ცხინვალი შორს იყო და მეგონა რომ რაღაცა და გადაივლიდა. ვიყავით ეკლესიაში წირვაზე, ეს იყო 16 აგვისტო, დაახლოებით 5 საათი. იქ შემოვიდა სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმი რაიონის, რომელმაც აი განწირული ხმით იკივლა, რომ მოდიან და თავს უშველეთ გაიქეცით. გავიქეცით ტყეში. ეს იყო ოსური სამხედრო შენაერთები და შემდეგ მოვიდა რუსული ჯარი. ერთი რეალობიდან გადავედით მეორე რეალობაში. და მე ვთქვი, რომ ჩემი თავის პატრონი მე უნდა ვიყო, მე თვითონ უნდა გადავწყვიტო. რა კი იქ ვცხოვრობდი და დავრჩი და გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე ვახსენებდი, რომ ყველაფერი კარგად არ არის. 8 წლის ბავშვი ბავშვთა სახლის დირექტორმა დასაჯა. მთელი დღე აი ასეთ ფილებზე დააყენა მუხლებით 8 წლის ბავშვი და აი ეს რაღაცა პაწაწინა ისინი ხმელი ბალახები აწიწკვნინა ხელით. მხოლოდ ბალახი არ აწიწკვნინა ამ დაღლილ მზეზე გათანგულ ბავშვს, რომელიც იყო მშიერი, შეიყვანა სასადილო ოთახში, დაჯდა მაგიდასთან დირექტორი, მიირთმევდა გემრიელად და ბავშვს უთხრა, რომ შენ მიყურებ, ეს გსჯი, იქნები მშიერი. ამის შემდეგ ვისაუბრე იმაზე, რომ დოკუმენტები, რომლებიც გადაადგილებისთვის სჭირდებათ ადამიანებს, საშვები, ეგრეთ წოდებული პროპუსკი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ რაიონის გამგებელი თავის კაბინეტში $100 ყიდის. ეს არის უფასო დოკუმენტი, მეთქი, უფასო საბუთი და რატო იყიდება? კიდევ დაგროვდა სიბრაზე, რომ როგორ თუ ეს ჩვენზე ასე საუბრობს. და ამ ჩემი გამოსვლებით გავხდი ცხინვალში პოპულარული.
უკვე დაიწყეს Facebook-ზე და Telegram-ში და Instagram-ზე აქტიურად განხილვა, რომ ნახეთ რა, ესე იგი ეს ადამიანი ამბობდა მართალს. დავით ბაშარული იყო 18 წლის იმ მომენტში მუშაობდა ადგილობრივ კომუნალურ სამსახურში მუშად და იმ პერიოდში ერთი ბინა გაიძარცვა, საიდანაც ძველი ლიფტები წაიღეს და დაიწყეს ადგილობრივი ახალგაზრდების დაკითხვები. უნდათ რომ ეღიარებინა ამ ბიჭს, რომ თითქოს მან გაძარცვა და არ აღიარა და ცემაში შემოაკვდათ. შემდეგ დამარხეს მიწაში და თქვეს რომ გაიქცა რაიონიდან გაიქცა და მე მაინც ჯიუტად იმდენი ვიხმაურე რომ ჯერ მე მითხრეს რომ ხო არ გინდა რომ შენი სახლის სარდაფში იპოვონ გვამი და გახდნენ უბრალოდ იძულებულები ამოთხარეს და ჩამოკიდეს თითქოს თავი ჩამოიხრჩო თუმცა დონის როსტოვშიც კი ექსპერტიზამ თქვა რომ მიწიდან ამოთხრილი იყო საქმე დაიხურა ამითი, რომ მკვდარი იპოვეს და ასე დამთავრდა ახალგაზრდის ბედი. ჩემი აქტიურობით ერთადერთი მე და ჩემი ოჯახი დავზარალდით. შემოიჭრნენ ჩემს ბინაში ჰაერიდან. აი მართლა ჩამოფრინდნენ და შემოფრინდნენ აივნიდან შემოანგრიეს დაწექი ისა მუქარები პირადად უშიშროების მინისტრი შემოვიდა ჩემთან ბინაში ესეთი რამე არსად არ ყოფილა ვიყავი დასუსტებული იმიტომ რომ ციხეში ვიყავი ხელში კათეტერი ტიტველი ფეხები ეტლით მიმიყვანეს ერგნეთის საგუშაგომდე გამაძევეს საკუთარი აზრების თამამად და თავისუფლად გახმოვანებისთვის. ბუნებითაც ეგეთი ვარ. კლასიდან ეგეთი, სკოლიდან ეგეთი ვარ. თუ ვიღაცას ჩაგრავდნენ, აუცილებლად მე უნდა გადავმხტარიყავი ბიჭების ჯგუფშიც კი. ოკუპაციის წლის თავზე ცხინვალში რუსეთის მიერ დანიშნული დე-ფაქტო ლიდერი ქსნის ერისთავების სასახლეში მივიდა. მარად კამბოლოვმა, როგორც ჩანს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საარჩევნო კამპანია დაიწყო. ერისთავების სასახლეში საოკუპაციო რეჟიმს ახლა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აქვს გახსნილი. კამბოლოვის თქმით, მუზეუმი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კულტურულ ტურიზმში და რუსეთთან რეგიონთა შორისი კავშირის გამყარებაში. 2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგრესიაზე მსჯელობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს და პოლიტიკური მიზნებისთვის ისტორიული ფაქტების დამახინჯება დაუშვებელია. ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის პასუხისმგებლობის მსხვერპლზე გადაბრალების ნარატივი პირდაპირ აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. განცხადებას ხელს 62 ადამიანი აწერს. მათ შორის არიან ყოფილი დიპლომატები, მაღალი რანგის სამხედროები და პირები, რომლებიც სხვადასხვა დროს სამი სხვადასხვა მთავრობის შემადგენლობაში მუშაობდნენ. დღეისთვის სულ ეს იყო, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი სოციალური მედიაში, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე, VT საქართველოს News-ი. გახსოვდეთ ჩვენ აქ ვართ, ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.